ვარძია ვანის ქვაბები ხერთვის ციხე ზარზმა ჭულე ოქროს ციხე აწურის ღვთისმშობლის ტაძარი ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ისტორიული ძეგლებისა, რომლებიც სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზეა მიმოფანტული. კულტურული ძეგლების პარალელურად ტურისტების მოსაზიდად ინფრასტრუქტურის განვითარებაცაა საჭირო. უფრო დეტალურად რა მნიშვნელოვანი ტურისტული პოტენციალი გააჩნია სამცხე-ჯავახეთს და რა ტურებს თავაზობენ სააგენტოები დამსვენებლებს მეცხრე არხის ჟურნალისტების სიუჟეტში. საქართველოში ტურისტული სეზონი ივნისის თვეში იხსნება. უცხოელების ყურადღებას როგორც ისტორიული ძეგლების მონახულება, ასევე მრავალი სანახაობა და გასართობი ადგილები იწვევს. რეგიონში არსებული ტუროპერატორები ამბობენ, რომ სამცხე-ჯავახეთს მნიშვნელოვანი ტურისტული პოტენციალი გააჩნია და რეგიონიც დამსვენებლების მისაღებად მზად არის. ზაფხულისთვის სერიოზულად მოიმატებს ნაკადი. ყველაფერი კეთდება ამისათვის წყალი გამოცვალეს მილები ახლახანს და ქვეყანა ნიშნებს გავენ ქალაქებში ტურისტებისთვის. ბევრი სასტუმროა გახსნილი, ფუნქციონირებს ყველა. არის ძალიან ბევრი ადგილები, ხალხი აქ ირავებს ტურისტებზე ბინებს, ასე რომ ყველანაირი კონტინგენტის ტურისტებისთვის არის ძალიან კარგი პირობები, რომ ჩამოვიდნენ და დაისვენენ. ტურისტების განსაკუთრებული ინტერესს ბუნებრივ ლანდშაფტთან ერთად შუა საუკუნეებში აგებული ეკლესია, მონასტრები და ციხე-სიმაგრეები იწვევს. სამცხე-ჯავახეთში ფიქრობენ, რომ კულტურული ძეგლების გარდა ტურისტების მოსაზიდად ინფრასტრუქტურის განვითარებაა საჭირო. სამცხე-ჯავახეთში იმდენი ისტორიული ძეგლია, რომ ყველა ტურისტისთვის ალბათ სასურველი იქნება ჩამოსვლა მარტო ვარძია რა დღის, რომ უნიკალურია და იშვიათია ესეთი კომპლექსი, როგორც ვარძია. კაი ადგილებია სამცხე-ჯავახეთი, კაი მხარეა ტურისტობის ყველაფერის, მაინც, რა ვიცი, საშუალო უნდა მიხედონ. უამრავი ძეგლი გვაქვს სამცხე-ჯავახეთში და უნდა მოვიზიდოთ ტურისტი, რომ ნახოს. უნდა ჩაიდოს თანხები. კომფორტული უნდა იყოს სასტუმროები. მრავალი პრობლემებია კიდე მოსაგვარებელი. მესხეთში ტურიზმის აღორძინება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასაც გააუმჯობესებს. საგზაო ინფრასტრუქტურის გარდა რეგიონში სერვის ცენტრებიც უნდა განვითარდეს. მიაჩნია ახალციხის ტურიზმის ცენტრის კოორდინატორს ნუგზარ თათეშვილს. ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია იმისათვის, რომ სწრაფად ამოღებადია, ფინანსური ნაკადი სწრაფად მოდის. მაგრამ ამისათვის საკმაოდ ბევრია საჭირო იმისათვის, რომ რაღაც ძალიან ბევრი უნდა გაკეთდეს. იმ ინფრასტრუქტურას, იმ მომსახურების სფეროს ჩვენ ველოდებით, რომ მოვიდეს ტურისტი და მერე გავაკეთებთ. ტურისტი არ მოვა, თუ კი აქ არ იქნება. სასტუმროების ქსელი, მათ უნდა დავახვედროთ მარშრუტები. მათ უნდა იცოდნენ, უნდა არსებობდეს დაუშვათ თუნდაც ვებგვერდი, რომელზედაც შეუძლია ავსტრალიაში ნახოს და ჩამოვიდეს ის. თუ წინას არ ანახა, უცხოელი არ ჩამოვა. ტურიზმის განვითარება ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას ნიშნავს. აცხადებენ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში. პრეზიდენტის ერწმუნებული ლაშა ჭკადუა ირწმუნება, რომ რეგიონში ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება. ჩვენი ძირითადი მიზანი არის, რომ ის ტურისტული სააგენტოები, რომლებიც წარმოადგენელია საქართველოში, რომ იმედ დაინტერესება მოხდეს მეტწილად ჩვენს რეგიონში ტურისტების ჩამოყვანასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძირითადი სეზონი ტურიზმისთვის დაწყებული არის. ამისთვის ჩვენ მუშაობთ და ეს ინფრასტრუქტურის პროექტები, რომლებიც არის რეგიონში მიმდინარეობს, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეს ტურისტული სააგენტოები მეტწილად დავაინტერესოთ, რომ რეგიონში რაც შეიძლება მეტი ტურისტი მოავლინონ ამ წლის განმავლობაში. სამცხე-ჯავახეთის სამთო სათხილამურო კურორტზე ტურისტული სეზონი ივლისში აქტიურდება. ტურიზმის ასაღორძინებლად ქვეყნის ხელისუფლებამ ბორჯომ ბაკურიანში წყალსაკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციოდ 43 მილიონი ლარი გამოყო. საქართველოს პრეზიდენტის დავალებით პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 2 წელიწადში უნდა დასრულდეს. ბაკურიანის ყოფილი გამგებელი ლევან შავკანი ამტკიცებს, რომ წყლის სისტემის პრობლემა კურორტზე ტურიზმის განვითარებას აფერხებს. დაწყებულია პროექტის მშენებლობა, ეს არის ითვალისწინებს წყალკანალიზაციის სრულ რეაბილიტაციას, რომელიც ისულება მთლიანი ქსელი, რაც მისცემს იმის საშუალებას, რომ აღარ ექნება ხალხს ის პრობლემა, რომ გრაფიკით იყოს წყალი, ან გაიყინოს, ან არ იყოს, რაც ძალიან ართულებს როგორც ტურიზმის განვითარებას, იგივე ადგილობრივ მოსახლეობას. ბაკურიანში არსებული სასტუმრო ვერე პალასის ადმინისტრატორი დალი ქიმერიძე განმარტავს, რომ რეგიონში ტურისტების მოსაზიდად მხოლოდ კეთილმოწყობილი სასტუმროები არ არის საკმარისი. სასურველიად გაკეთდეს დასასვენებელი სკვერები, ბავშვებისთვის გასართობი ადგილები, რომ მეტი ქართველი დამსვენებელიც ბლომად ჩამოვიდეს. არ არის საკმარისი მხოლოდ კეთილმოწყობილი სასტუმროები ნამდვილად, იმიტომ რომ გართობა უნდა მაინც
ჩამოსულ დამსვენებელს უნდა შესთავაზო რაღაც ისეთი, რომ დიდხანს გააგრძელოს თავისი ვიზიტი. აფრიკის კონტინენტის გარდა წელს სამცხე-ჯავახეთს დამსვენებელი მსოფლიოს ყველა კუთხიდან ეყოლება. არსებული პრობლემების მიუხედავად რეგიონში გასულ წლებთან შედარებით წელს უფრო მეტ ტურისტს ელოდებიან.